მოგესალმებით ყველას, თქვენ უყურებთ Geostalks. ეხლა არის 16 ივნისი და წელსაც სტარდება ალპინიადა 2025. მივდივართ ჭაუხებში, ნანატრი ჭაუხები, რომელზეც 3 წელი მინდოდა და ძლივს მე მგონი მოხდა ის ამბავი და მივდივარ. წელსაც ალპინიადას ატარებს ქართველთა გაერთიანებული ფედერაცია და მოკლედ წავედით. ჩავედით ახლა ჯუთაში. ნელ-ნელა ვლაგდებით ბანაკამდე ბარგს დიდი მოდენობით ცხენები წაიღებენ, თუმცა ჩვენ მაინც სკამები და რაღაცეები მიგვაქვს და მოკლედ კაი მძიმე ჩანთებით გვიწევს გადაადგილება. გზის ჩვენებას გონი აზრი არა აქვს და თუ ჩვენ ვიდეოს ნახავთ ჯუთიდან როშკაში აბუდელაურებით, გზა მაქვს დაჩვენები, მართლაც ნამდვილად ძალიან ლამაზი გზა არის და აწი მე მგონი ყველაზე ნახდია ჩაგერთოთ ბანაკიდან და სანამ გავაგრძელებ, არ დაგავიწყდეთ ჩემი YouTube არხის გამოწერა და ლაიქება, კომენტარის დაწერა და მეგობრებში გაზიარება. ეგ ძალიან მოსწონს YouTube-ის ალგორითმებს და ჩემ ვიდეოებს აგდებს მე რეკომენდაციებში და მეტი ნახვა მექნება და მეტი мотиваცია მექნება თქვენთვის ახალი კონტენტი გადავიღო. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩემი ვიდეოს სპონსორი არის სალაშქრო მაღაზია Hiking Corner და სალაშქრო მილიტარისტული მაღაზია Valhalla. გამოიწერეთ მათი ინსტაგრამები და დაათვალიერეთ პროდუქცია. შევხვდებით ბანაკში და მოვახციეთ ბანაკამდე როგორც იქნა. გზაში ცოტა რთული მონაკვეთი იყო მდინარეზე გადასასვლელი. აგერ უკვე დიდი კარავი სადაც იქნება ჩვენი საჭმლის კეთება და ამბები უკვე გაშლილია. ხოლო აი აქ სადმე დავდგამე სტენკას, უფრო სწორად კარავს. და მოკლედ გავშალე კარავი. გზად კიდე ერთი ჯოხი გამიტყდა და მე მგონი დროა განვაახლო ამ კარვის ჯოხები. 5 წელი მემსახურა ის კარავი იდეალურად და ესე იგი ჯოხებმა ვერ გაუძლეს ამინდის პირობებს. აბა ხალხო გაგიმარჯობა. გამარჯობა. აბა ვინ ხართ პირველად პირველი შეგრძნებები? მე ვარ პირველად გაგიჟებული ვარ ამ სიამაზეთ, აი ძალიან მაგარია. მე ვარ პირველად. მე სანი ვარ და მე რო გამაკვირვებელი. ეხა ჩამოვედის ვანეთი. ეხა ჩამოვედი. სალამ. როგორია? თავად? ხო გახსოვდა. აბა რა. როგორია? Led Zeppelin-ს რო უბერავ. Zeppelin. Led Zeppelin-ს მე მიყვარს. Zeppelin-ი? დინამიკი მაქვს აღლევებული და ჩავერთოთ მერე. ბიჭო, ეგ მინდოდა საერთოდ, მაგრამ ეხა სხვა დროს. ოკეი. კიდე რა გიყვარს? კლასიკები რა. კარგი, აბა მე ინტერესებს Pearl Jam-ი თუ ის. როგორ არ ვიცი Pearl Jam-ი კი? მოვაჩვენო. საიდან იცის გაცო თქვენ? მე რამდენი წელია ვარ იცი? აბა კაი მუსიკა აღარ არის და ძველს უსმენთ. Yes იცი? იდეაში აქ ჩვენს გარდა არის კიდე უამრავი სხვა ბანაკი და ზოგი უფრო მაღალ ლეველზე არის. ჩვენ სულ დამწყებები ვართ ამ კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც გარკვეული გამოცდილება მაქვს, მე მაინც იმაზე ვარ, რომ მთა შეცდომებს არ პატიობს, შესაბამისად მირჩევნია რომ რაღაცეები ვისწავლო ნოლიდან და კარგად, ვიდრე სადმე მთიდან დავეხეთქო. ამიტომაც თქვენც იგივეს გირჩევთ, დაიწყეთ მარტივით და ნელ-ნელა გაართულეთ, მით უმეტეს საქართველოში არის ამის საშუალება. ესეც ის ჩვენი ცენტრალური კარავი, სადაც იქნება სამზარეულო და ბევრ გემრიელობებს მოგვიმზადებენ. ესეც ჩვენი იმპროვიზირებული მაცივარი, სადაც მთელი ამ ბანაკის საჭმელი ინახება, რო არ გაფუჭდეს მზეზე. კი ცივა, მაგრამ მზის შუქზე მაინც გაფუჭდება, ნენი ხანი აქ რო იქნება. ეს არის ჩვენი წყალგაუმტანი. კი, და არა ეს ძალიან ცივია, იმასთან შედარებით, რაც ხდეში იყო და შენ მაყურებლებს ახსოვს ხლის ხეობაში, სატესტო გასვლა ეს უფრო ცივია ეს ხე. ნუ, თუ ჩავარდები კი როგორ გიშველოთ. კი, გადაგვარჩენ მოკლედ. და დადგა ნანატრი საჭმლის ჟამი. ასე ამდენი ვარ სუფრაზე. კაი ქორწელს გავს. სიძე პატარძალი ვინ არის? და მოკლედ თუ გემრიელესი კერძები, 5 ვარსკვლავი, all inclusive. მოკლედ რა ვიცი, ალპინიადის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი.
და გაგვითენდა ესეთი მშვენიერი მზიანი დილა. ჯერჯერობით მშვენიერი ამინდია. ხალხიც იღვიძებს. Good morning my neighbors. მოგლეთ ვისაუზმეთ. მშვენიერი ამინდია, იმედია დღის ბოლომდე მზიანი ესეთი ამინდი იქნება. წავალთ ვივარჯიშებთ ახლა და ნახოთ აბა რა გამოვა. შევიკრიბეთ ახლა საცოც კედელთან. წავა ინსტრუქტაჟი და რაღაცები სწავლა. ეხლა მე ანუ კიდათ მუშაობს ადამიანი თუ მთაში დადის თუ ელემენტარულ იოლ მარშრუტზე მიდის თუ რთულ მარშრუტზე მიდის არის რაღაც აღჭურვილობა რომელიც სულ თან დაგაქვს რა. მე ამ თანმიმდევრობით მიკიდია ხოლმე ვინაიდან მაინც რაღაც ყოველთვის შეიძლება მოხდეს სამაშველო აღჭურვილობა მიკიდია ძალიან ახლოს რომ პირდაპირ სამაშველოზე თუ რამეა სწრაფად დავიწყო უკან არ მეკიდოს რომ არ გამიჭირეს უკან მიკიდია რაღაც ისეთი ნივთები დამატებითი რაღაცეები რომელიც შეიძლება უფრო მომდევნო ეტაპებზე დამჭირდეს. გვაქვს ფრენდები რომელიც ალბათ მარშრუტზე ერთ-ერთი ყველაზე განუყოფელი ნაწილი და მთავარი ატრიბუტია თამშრელის როცა ტექნიკურ მარშრუტზე არის ლაპარაკი და არა რაღაც კლასიკურ მარშრუტებზე. არის სხვადასხვა ზომები წვრილნაბრალში, სქელნაბრალში არის დიდებიც ამ ხელათავებით, დიდი ბზარებისთვის. ეს უკვე გააჩნია სად მიდიხარ, შენ თვითონ უნდა შეარჩიო, რომ ძალიან ბევრი აღჭურვილობაც არ წაიღო, არც დაგაკლდეს. რა წაიღო, რა არ წაიღო, ეს გამოცდილების ხარჯზე მოდის. ხშირად გჭირდება, რომ რაღაც ადგილზე გაჩერდე რა. ეს საშუალებას გაძლევს, რომ ნებისმიერ ადგილზე ხელი გაუშვა და იმუშაო რაღაც. ან გამოსახდელია, ან თოკი გაიჭედა, შენ ხარ უფრო პოზაში, აღარ გეშინია რა, რომ დაძაბული არა ხარ, რომ ხელს ბიდის ახლა რვიანების გაკეთების პრაქტიკული. პერფექტო. და ახლა ვიცდები გავაკეთო უზანგი და ვნახოთ რა გამოვა. ეს არის უზანგი. ახლა ვიცდები კიდე გავაკეთო ეს ყველაფერი დახურულ კარაბინზე და ცალი ხელით. ესე და ესე. აჰა. და დავასრულეთ ახლა თოკების და კვანძების ვარჯიშები. გადავინაცვლოთ ახლა ზემოთ და რაღაცებს უკვე უფრო პრაქტიკაზე, ასე ვთქვათ, დავამუღამებთ, ნახოთ რა გამოვა. წავედით ახლა ჩვენ პრაქტიკულზე. იქნება ახლა თოლში კოტრიალი, წერაყინით ერთმანეთის დაზღვევა და ასე შემდეგ ჩამოწყდომები და სადგურები და ბევრი სხვა რამ, რაც შეიძლება მთაში დაგჭირდეთ. ეხლა რასაც ვიტყვი, ყურადღებით მოისმინეთ, იმიტომ რომ ანუ ხშირად მოგვიწევს თოვლში გადაადგილება და ყველამ რომ ეს რაღაცეები გავითავისოთ, რაც არის წესი და როგორც უნდა ვიაროთ. თოვლში რომ მოძრაობ, ანი არ უნდა გვიჩანდეს. შეიძლება ძალიან ცხელოდეს, მაგრამ ხელთათმანი, აი ფლისის თუნდაც ან რაიმე უნდა გვეკეთოს. თუ ცივა შესაბამისად შედარებით თბილი. იმიტომ წაქცევის დროს ეს ისე გამაგრებულა და ისეთი ცუდი თოვლია, რომ რაღაცა დაიზიანო ეს უსაფრთხოების მიზნით არის. მზის დამცავი აუცილებელი, სათვალეს არ ვიხსნით. ასევე გვიკეთია ჩაფხუტი და კვალი, რომელსაც აკეთებს ერთი ადამიანი, იმას ვაღრმავებთ და მივყვებით იმას. აქეთ-იქით არ დავდივართ ყველგან, კვალს არ ვაკეთებთ. ასევე, სადაც ქვებია, ამას გზადაგზა კიდე გავივლით. ახლოს არ მივდივართ თოვლში, იმიტომ რომ ის ქვეშიდან არის სიცარიელე და შეიძლება ჩავარდეთ და დაზიანება მივიღოთ. დისტანცია უნდა იყოს, და ასევე დისტანცია უნდა იყოს, ადამიანი რომ ძირს დავარდეს, ერთმანეთს რამე არ დაუზიანოთ. როცა ანუ თოვლის დახრა იწყებს, ანუ უკვე დახრა იზრდება, აი რო წამოვიდეთ ზემოთ იქ ხო არ იყო დახრა რა, როცა აქ შემოუყიდო დახრა წამოვიდა. თუ გვაქვს წრიაპი, ვიკეთებს წრიაპს. აუცილებლად ხსნით ჩანთინა წერაყინს, ერთ ჯოხს ვინახავთ, ან ორივე ჯოხს ვინახავთ. და ვაგზელებთ ეგრე სიარულს. წერაყინი ხელში გვიჭირავს, აი ესე. ესე მდგომარეობაში. ხვირი უკან რა.
წვირით უკან. წავალ და გამომყევით. და ყოველთვის წერაყინი გვიჭირავს დაახრის მხარეს. ანუ ეს ეხა ხომ მივდივარ, ეხა აღმარჩუნა წავიდე, ხო? მარჯვენა მხარეს არ მიჭირავს. მიჭირავს აქეთ მხარეს. მარცხენა ხელში. ფეხს ურტყავთ, მყარად რა, აი აქ ვაკეთებთ საფეხურს. თუ არის გაყინული თოვლი, ჭრით საფეხური ჭრა ხდება, ეს წერაყინს გიკავებთ ესე და აი ესეთი მოქმედებით წავიდა. დავუშვათ მისასვლელი ვარ სადღაც X ადგილას ზემოთ, აი თოვლი რო აღარ არის და ბალახი ჩანს რა, იქ რო უნდა მივიდეთ. ესე პირდაპირ რო წავიდეთ, მალე დავიღლებით. მაგითი საჭიროა რომ ზიგზაგი ვაკეთოთ რა, ზიგზაგი ნიშნავს ესე წავალთ და ესე წავალთ. ესე იგი ახლა უნდა ავიდეთ, ავდივართ ესე წერაყინით. აუცილებლად მოგვისრიალდა ფეხი და ოპა! თუ წრიაპი გვაქვს, ფეხები გვაქვს ზემოთ აწეული რომ არ მოგქაჩოს უკან შემდეგმა ადამიანმა, თუ არა კიდე რაღაცნაირად ესე უბრალოდ წერაყინი უნდა ჩაარჭოთ ძალიან ძლიერად, რათა არ მოგქაჩოთ უკან ადამიანმა, რომელიც არის თოქში ჩაბმული. ესე იგი დაღმართში ვაკეთებთ რას? ვარტყავთ ქუსლს, მერე ვწევთ ფეხს. ქუსლი, მერე ფეხი. ქუსლი, მერე ფეხი. თორე დავგორდებით აღბართი, ესე იგი თუ არ არის ძალიან ციცაბო, ჯერ დგამთ ფეხის წვერს და გვეყნობით წინა მხარეს. ეგ არის. პა! ეგ არის. მოკლედ გაფუჭდა მაგრად ამინდი, ამარე წვიმა წამოვა და ვიბარგებით მივდივართ ბანაკში. ესეც სეტყვა სტუდიაში. ამინდი არის საშინელზე უარესი, თუ არესზე საშინელი თუ როგორ არის. ესე იგი სტელკა არა, მაგრამ ერთი ნიჟარა გვაქვს აქ. და მოტოციკლებული მანჯელოსნები. ნუ ერთი წვეთი ფეირი. აი თაში გემრიელი საჭმელის მერე ჭურჭლის გარესხვა ესე ხდება. ამასობაში ჯუთის გზა ჩაინგრა, აქ ყველა ვართ ჩარჩენილები, მე კიდე ჩემი მანქანით და კიდე რამდენიმე ადამიანი. არა, მართლა ძალიან სერიოზულად მისახედი არის ეს ჯუთის გზა და ვინც უყურებს ამ ვიდეოს გზების დეპარტამენტიდან მოგვაქციეთ ყურადღება, ეხლა ეს სად არის? საერთოდ არა, ცივი წყალი, მოგონილი ამბავია. ასეთი თბილი წყალი რა ვიცი მე, ანუ რაც შეეხება ინტერნეტს, აუხებში აი ამ ადგილას როცა ახვალთ ესეთი პატარა ბორცვით არის. აქ იჭერს მაგთის 3G, ну, ადგილ 4G-ც, მაგრამ პრინციპში 3G-ით არის სრულიად საკმარისი. აიმე, მოდი. ინტერნეტში ხარ? მოდი. აუ, ნამდვილი ინფლუენსერული ვიდეოების გადაღებას ვცდილობ და გვასწავლე რა გთხოვ. აბა რას არეკრავებ? აი არ ვიცი, უბრალოდ აქ რო ვართ, საუბრობთ მაგას და არ გამოგვდის რა. წარმატებები გვისურვებთ მეგობრებო, გამოწერეთ ალექსის არხი. გამოიწერეთ უმაგრესი ადამიანია უსოყრელესი. არის ღილაკი ხდემოთ. ხო? ქვემოთ არა. შეიძლება მივთ. ქვემოთ მივთ. სადაც იქ. აქ არის. აი აქ იქნება, აი აქ დაგხვდება. ღილაკი. ო მართლა არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, YouTube-ის ალგორითმებს ეს ძალიან მოსწონს და შესაბამისად აგდებს ჩემს ვიდეოს რეკომენდაციებში და ბევრი ნახვა რომ ექნება, მეტი мотиваცია მექნება თქვენთვის რამე ახალი საინტერესო გადავიღო და ყველაფერი იქნება კარგად. და იქნებ ჯუთას გზას გავაკეთოთ, რა ვიცი. ესე იგი, ხვალ მივდივართ ჩვენ მწვერვალ თიკანაძეზე, 3400 მეტრი არის სადღაც მის სიმაღლე. დილით ადრე ვდგებით, დღეს 8-ზე ავდექით, ხვალ 8:30-ზე ჭამა გვაქვს, სადღაც ესე 7-8 კლია 20 დაახლოებით ამ პერიოდში მომიწევს ადგომა. ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება, პრინციპში პირველი პრაქტიკული არის და ძალიან მაინტერესებს რა იქნება. ამინდიც რაც გადავამოწმე მეტეობლუზე იდეაში ცუდი არ არის და იმედია ყველაფერი იქნება კარგად.
ესეც ჭაუხები, დღე მესამე. Good morning my neighbors. დილამშვიდობის. იმედია დღის ბოლომდე იქნება ესეთი კარგი ამინდი და დღეს გვაქვს ჩვენ პირველი მწვერვალი და მოკლედ ვნახოთ რა იქნება. ეს ის ჩვენი დილის საუზმე. მიდის ახლა ჩეკაპის პროცესი, ვის რა გვაქვს, ვის რა არ გვაქვს და ასე შემდეგ. პატარა შესვენება გვაქვს, ცოტა სახეები გავზრო აღმართზე. კაი არ მივლია სიმაღლეებზე. ძალიან მაგარი ხედები არის, ახლა ვაფრენ დრონს და გაჩვენებთ აქაურობას. ეხლა ვართ 2700 მეტრზე. აქედან ჩვენი ბანაკიც ჩანს. კამერაში არ ვიცი გამოჩნდება თუ არა. ხოლო წინ გველოდება თიკანაძე. მოკლედ დიდებული ხედია ჭაუხების. არ მჯერა რომ ავდივარ. ამდენი წელი მინდოდა აქ ასვლა და ძლივს ასრულდა ჩემი ოცნება და ამოვდივართ აქ. მოვიმარაგეთ ახლა წერაყინები, კამრები გავიკეთეთ ყველაფერი. ცოტა აცივდა, ქურთუქიც ჩავიცვი. აი გამოჩნდა მყინვარწვერით. ამინდი ჯერჯერობით ნორმალურია, ცვლადი ღრუბლიანობა არის. ესეთი სილამაზე არის. ამ ადგილას ტბა მოუხდებოდა, აი დახატავდა აქაურობას ნამდვილად. ესე იგი ამ ადგილს ალპინისტების ენაზე ქვია ცირკი. ანუ იგულისხმება რომ შუაში არის დიდი ესეთი მინდორი და გარშემო მრგვალად არის მთები. ვებმევით ახლა თოქში. ესეც წერაყინი. მე მგონი მზად ვარ. კამერა მექნება მე ხა თავზე, მიკროფონი სადღაც აქ მაქვს ლოყაზე დამაგრებული და აწი ამ ფორმატით გადავიღებ, იმედია გამოჩნდება ყველაფერი. შიგადაში კიდე ტელეფონით გადავიღებ, ასე თქვა, საერთო ხედებს. თოქში ვართ ჩაბმულები. ნელა მიუყვებით 1 2 3 და 4 თოკი. ველოდებით ჯგუფის დანარჩენ წევრებს. აქედან ვაზღვევთ. უნები ხვიდე. ლევა შეძაეოდე. აი მოდი გადაცხოვა დავერო. უკრიფა თქვენს უკანას აქ რომ მოხოთ. შენ არა გვაქვს. აი დადექი და მე გაჩერდი და ამოვიდე. ქედზე ამოვედით ახლა. ძალიან მაგარი ხედები იშლება. თბილისში ცხელა. დაწერეთ აბა კომენტარებში. აი ეს არის ბურსაჭირი. კადრებს ვიღებ სანამ კიდევ დაიფარება ღრუბლით.
ავი სასწაული ხედები არის ნამდვილად. პირველად ხედავ ჭაუხებს აქედან. ხოლო ჩვენი დანიშნულების ადგილი არის აქ. და ესეც წვერვალი თიგანაძე 3435 მეტრი. ამოვედით, ჩვენ ეს შევძელით. თუთი ხოშებივით კი ვდგავართ აქ, მაგრამ მაგარია. ძალიან მაგარი შეგრძნებებია. მაგარი ფოტო გამოც. შეიძლება მეცხრე. სამ. მე და დავიძარით ახლა ქვემოთ. ესე იგი მოკლედ აქედან უნდა ესე თოკების მეშვეობით დავეშვათ იქ ქვემოთ ხეობაში. ნახოთ აბა რა გამოვა. ემზი არის ფიქრო. ჩავოვედით ახლა როგორც იქნა ცირკში, გაიყო. დავბრუნდით მშვიდობით ბანაკში. პლუს ერთი მწვერვალი ჩემს ყულაბაში და არა მარტო ჩემსაში. ეხლა მოწესრიგდები და წავალთ საჭმელად. და მოვიდა ნანატრი საჭმლის დრო. დღეს ჩვენ გვაქვს ესე იგი კატლეტი, მაკარონი, მაწვნის სუპი. და რაც თავარია, კარგი ხალხი. გილოცავთ ყველას. გაიხალი. ესე იგი, კაი საჭმლის მერე მოვედით ჯუთის ინტერნეტ კაფეში. აბა როგორი იყო დღევანდელი თავესტილებები? და კიდევ ერთი დილა მთაში, ეხლა არის 6:09 და ყველაფერი თუ კარგად იქნება, ჩვენ ავალთ რჩეულიშვილზე. და ვლაგდებით ეხლა, ვემზადებით და გავდივართ რჩეულიშვილზე. კიდევ ცოტა დიდი ღრუბელი კი არის მოსულე, მაგრამ იმედია გადაივლის და ხედებიც იქნება. ეხლა გავჩერდით, ვიკეთებთ წრიაბს და ვაგრძელებთ ჩვენს სვლას. დავწიეთ სიმაღლე. საკმაოდ ციცაბო აღმართია. ავი სახელმძურება. თუმრომ ესეთი ტემპით ამ რელიეფზე кайხანი არ მივლია. ვაგრძელებთ. ტემპის გამო დიდი ალბათობით ამდენი დრონის კადრი აქედან არ მექნება, იმიტომ რომ არც ისე ხშირად ჩერდებით და არც ისე დიდი ხნით. ვეცდები მწვერვალიდან მაინც ვაფრინო დრონი. აი მზეც ამოდის ნელ-ნელა იშლება ღრუბელი. ძალიან მაგარი ხედია.
აქედან ვებმევით თოქში. დავიმაგრეთ თვითდაცვები, ყველაფერი მოკლედ ვემზადებით. მოგვიწევს აი მაღმარზე სიარული გაუჩერებლად და იმედია ყველაფერი კარგად იქნება და დროზე მოვასწრებთ ასვლას. ნელა დავდივარ, მაგრამ კარგად ვარ და მგონი რომ ავალთ ბოლომდე. ბოლომდე. აი აქ ახლა ესე ზიგზაგებით ამოვედით. მაგრად ცხელა. მგონი ტემპი ცუდი არ არის. ბიჭო, სადა ვართ? ძალიან გაგიმართლა. მიდი გვაცა. ამოქვქაჩე მოპარული ჟეშტივით. ლაპარაკი დავეყარეთ. მითქაჩა მაგარი გოგოები იყო. ბიჭებიცო. წავიდა ახლა ქედზე სიარული. აქაც ელი წადის და საქორე ტბის ვაიბებია, მანდაც რაღაც დაახლოებით იგივე რელიეფზე გიწევთ გადაადგილება. ოღონდ თოვლის გარეშე. ამოდროობა თულია. აჰა, ოკეი. აჰა. მიდი სოფო. უბრალოდ დაერქვით ეს ის თოკი წაიღე? მოდი სოფო. სოფო გაიღიმე კამერაში თქვი რამე. ისა, ვინ გაიწევდა გადმოხვალ? კარგი ხარ? კაი, წავ. გილოცავთ. წამატები. აი ხოთი. და ესეც მწვერვალი რჩეული შვილი 3587 მეტრი. ბატონო. всё. მოკლედ დავიძარით ნელა-ნელა
თაში დიდად სურათების დრო არ არის. თან დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ვიწყებთ დაშვებას. ამასობაში ნისლი ჩამოწვა. ოპ. თავარია ქვემოთა ჯგუფს ქვები არ ჩამოუყაროთ. ეგ არის. ეხა მოტრიალდი რო ეს თოკი. აჰა. Საცვა. მე სად ვიყავით? სად მივდივართ? რა გვინდა? ნაიმ შავ-თეთრი ყინულოვანი სამყაროდან ჩავდივართ ფერად და თბილ სამყაროში. ძალიან მაგარი კონტრასტია. და გადმოვედით უკვე ყარზე და პირზე, ქვებზე. ეხა წრიაპები უნდა მოვიხსნა და მალე ბანაკშიც ვიქნებით. დაუბრუნდით, წარმატებით ბანაკში. ოჩახო. ეს დამდე დამავიდა. გილოცა. ჰოლა. მე ესეთი მაგარი გოგოები. ჩეულიშვილის წვერვალიც ყულაბაშია. ხვალწესი დასვენების დღე გვაქვს. ეხლა მე წავალ ცოტას მოვწესრიგდები და შევჭამ. რავი, შეიძლება ცოტა გამოვისეირნო ტვისკენ. თუ არა და ხვალ განახებთ ამ სილამაზეს. ჰოლა ამიგოს მუჩაჩოს. გილოცავთ ყველას. გილოცავალე. ჩვენ ეგ შევძელით. აი 7B მეგობრებო 7B. რა ვიცი 7B კი არა დიდუბე. ესე იგი გვაქვს ხარჩო და ესეთი ბოსეულის რაღაცა შემრიელობები. მალე ჩაიცადობდება და ვისურქებთ. ეხა მე და სოფო გავისეირნებთ ტბაზე, აქვე ახლოს გვერდზე ბანაკში, სანამ კაი ამინდია და მზიანია, რაღაცეებს გადავიღებთ. სოფოს ვასწავლი მანუალ ფოტოგრაფიას. ავი შეიძლება ფეხებიც ჩავყვამ ცივ ტბაში, ცოტა იქნებ ტკივილმა გამიაროს. აი მივედი ჭაუხების ტბასთან. სიმართლე გითხრათ, ამდენჯერ ვარ დამყოფი და ეს ტბა სრულიად შემთხვევით დღეს დავინახე იქ ზემოდან. ანუ რო წარმოიდგინოთ, ვიყავით ესე იგი აი მუღელტე ხილზე და მერე გადავედით მარჯვნივ. აი აქ კიდე პატარა რაღაცა კოტეჯი არის. წყალი ჩაედინება ამ ტბაში. რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ცივი იქნება. აქ პატარა რაღაცა დასაჯდომი. აი ესეთი მშვენიერი ტბა არის. რავი, საკმაოდ სუფთა, აქ დაბანაკებად შეიძლება. რავი, ხალხი ბანაობდა კიდევაც, მაგრამ წყალი ძალიან ცივია და სიმართლე გითხრათ, დიდად სურვილი არ მაქვს დასველების, იმიტომ რომ ზერო ჩავა აქ ძალიან აცივდება. სამამისად ესე ტკბები ხედებით. ეს ის საღამოს ვახშამი. ისევ ჩვენი კარავი. ჰელო. ეს გვაქვს მენიუში ტკბილი ბრინჯი. და ჩემი ლიტრიანი ჩაი.
ეს თვითონ ნერვების დასაწყნარებელი არის. აი ეს ბირთვულები უნდა ჩააგდო და ამის მერე გინდა ვიღაცა რომ დაახჩო. ეგრე ვერთობით. და გაგვითენდა კიდევ ერთი მშვენიერი მზიანი დილა ჭაუხებში. პირიდანვე მაგრად ცხელა. დღეს პრინციპში გასვლები არ აგვაქვს, იქნება ვარჯიშები, რაღაცეები და უთუში დასვენების დღე არის და შესაბამისად დღეს უმეტესწილად ბანაკში გავატარებთ დროს. ეს დილით ჩვენი საუზმე. ყიყლიყოზე გემრიელი არაფერი არ. არა, კი არის ბევრი რაღაცა, просто დილაობით ყიყლიყო ყველაზე გემრიელი. ეს ვარ მორიგე 4 კაცთან ერთად და ისე მოხდა რომ ისინი წავიდნენ აი უცნაურ მწერალზე. შევარდაძის სახელობის. ხო და ეხლა მიწევს მარტო რომ გავარიცო ყველაფერი, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ღამით ძალიან ცხივიერი საჭმელები გვაქვს და იმას აღარ გავარიცხო. ის დანარჩენები მიხედავენ საკითხს. წარმატებები ყველია. შეგვიძლია შუადღის საჭმლის მერე გადავინაცვლეთ საცოცად, აი ესეთ საცოც კედელზე, რომელიც ოდესღაც იყო ჭაუხის ნაწილი. ერთი ბევრი საუკუნის წინ. ეს არის რევერსო. ვით არიცით? ეს არის გრიგრი. ეგრეთ წოდებული გრიშა. ეს არის ბოლო ვითხრა. ჟუმარი. შენ იცი რომ ცაცი ჟუმარი უფრო ძვირი ხირს ვიდრე მე ვარ ჯვერე ის? მოკლედ რო აგიხსნათ დღეს რა ხდება. დღეს გადავდივართ თოკით ვარჯიშზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს პირველი საფეხურიდან მეორე საფეხურზე გადაინაცვლო. და გავივლით ყველა იმ ეტაპს, რომელიც ალპინიზმისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ადამიანი მწვერვალებზე არის უჟანგბადოდ, 3000-იანზე უჟანგბადოდ დავიდა. 1000-იანზე უჟანგბადოდ და უწრიაფოდ. შერპის გარეშე. აქ არის ეს 1 2 3 პუნქტზე, ხო? და ეს მუშაობს, რა თქმა უნდა, ამ დაპირცვას. როცა თქვა აქედან ამოდის ადამიანი. ეს ქვემოდან რატო აქვს ხა ეს კიდე დამატებით? რომ მოწყდომის დროს, მაღლა რომ წავიდეს, ეს რო არ კონდეს. ამას დააგვიდით რომ ყოველთვის, როგორც პუსიკის დროსაც, რაღაც სხვა კვანძების დროს, სადაც გადაკერილია, ის რომ თავში ამ ბოლოში არ მოხდეს. ამ დროსაც სადღაც ამაგინზია რომ ხელი არ შემიშალოს. კეთებ თვითდაცვას რა, შემიძლია რომ თვითდაცვა გავიკეთო. უზანგი გავაკეთო აქ. ესე დავდგე. ისე ვიყო. ან ავიღო და განზადებული თვითდაცვით. ჩავიგა. დავარწმუნდი. უბრალოდ სადგური როცა არის რო წარმოიდგინოთ რა ისე არ უნდა ჩაებოთ რომ იყოთ სადგურიდან შორს მუშაობა რო დაგჭირდეთ უნდა შეძლოთ აქ კარაბინის ჩაგდება ასე ვთქვათ და ნებისმიერ რამს რა დამჭირდება ხა ის რომ ექვემოდან ადამიანი ამოვიყვანო ან მეწყვილე რო წამოვიყვანო დამჭირდება რევერსო ამზადებ რევერსოს ჩავაგდე ხო კარაბინი ვიცი რომ რევერსო არ უნდა გავხსნა გავწავლებ მოქმედებას კეტავ კარაბინს აქაც ვეძახი ანუ ზედმეტი თოკი მომეცი მეთქი რა ამ შემთხვევაში რა და გადაკრიფოს იმიტომ რომ ყველა გატანაზე ვერ გაიტან ზუსტად 50-იანი თოკი 60-იანი რა შეიძლება 40 მეტრი მოგიწიოს შეიძლება 50 მოგიწიოს შეიძლება ბოლომდე გაიტანოს გააჩნია ხო ეხლა ყველგან ხო არ არის საშუალება ყველა სადადგინა იქ გააკეთოს დათვისადგური ანუ ეგ უკვე მოძრაობის დროს ერთმანეთთან კონტაქტია სულ რომ თოკი რამდენი დამჭა თოკი რამდენია და უკვე წინაკაცი უყურებს სადა ბოლო წერტილი სადაა რომ გააკეთოს ბოლომდე გაიტანოს თოკი თუ წინ არაფერი არ არის იძულებულია რომ სადღაც ქვევით გააკეთოს ან თუ ძალიან რთული მონაკვეთი იწყება და კარგი დასადგომია შეიძლება 40 მეტრი შეიძლება 30-ით გაიტანოს და იქ გაჩერდეს და იქ მიიღოს უკანა ადამიანი ეხლა გადავინაცვლოთ მეორე ლოკაციაზე, სადაც გვასწავლიან ტრენდების დამაგრებას, ანუ ამებს. რითაც ვირო ის არის, მყარია რა, თუკი არა. რითაც ვაკეთებთ უკვე სახდენ წერტილებს. შეიძლება გამოვარდ, ხო? შეიძლება გამოვარდ. საკუთრები გონძანა რა. აი ეხა იმას აქნა რა ქვია. საკვეხი. ჩადო კარგად. საკაჩა საკაჩი კარგად იქნება. დავჭიდე თუ. ნო, გამოკაჩე უბრალოდ რა. მოწყვეტ. კარგად არის ისა. გამოვულეთ და გამოსწორეთ. არა.
ხო, კარგად არის ჩადები. მაგრამ ამოღება უჭირს ეხა. როგორ უნდა ამოიღოს, ხო, დაიჭედა ეს. შიგნით შევწიოთ, არა? ხო, არ ჯერ ის არის, რომ იგივე, ხო, ჩაიბა და მაღლა ამოვარტყა. სადო რომ იქნებ ამოვარტყა. და მიმართულებითაც შეიძლება კონდეს ყველაფერი ისეთი შანსი. აიწეოდნო. ხო, არ ვარდება რა, გაჭედილია. ეცადა. მაშინ აქ უნდა ვამუშაოთ უკვე ან წერაყინი, ან ჩაგვიჩი თუ წდება. ოდნა რომ გაინძრეო, მე ისევ აქეთიკით უნდა ცადო რომ გამოვზრეს რა. რამხი რანაირი რელიეფია. თუ ეხლა ესეთი მარტივი რელიეფია, შეიძლება აიარო 3 მეტრი, 4 მეტრი თუ კარგად გახარ. და ცოტა მაღლა გააკეთო. სადაც უკვე გძნობ რომ შეიძლება რაღაც საფრთხის შემცველი იყოს. ჯობია რომ არ დაიზარო და არ თქო რომ ჯობია დაცვა გააკეთო. მოკლედ ეს არის ფრენდი. ამას რომ მოუქაჩავთ, იკეცება და შეგვიძლია რომელიმე ბზარში ან ნაპრალში ჩავდოთ და გამოვიყენოთ უკვე დაცვისთვის. მოდი ნახოთ ახლა სად შეგვიძლია გამოვიყენოთ. იმიტომ ყველაფერი ვამოვაგდო. გონი არაუშავს უჭირავს, ახლა შეიძლება თვითდაცვით ამას ჩაბა და საკუთარი წონით დატესტვა გაუძლებს თუ არა. უჭირავს. ესეც საკვეხი. რაღაც ლოკაცია ვიპოვე, სადაც თვის და უჭირავს. ამას გავუკეთებ თვითდაცვას. აუცილებლად დაკეტეთ კარაბინები, თორე იქნება ოტოტო. არა, ჯერეს გულა. რო ეგრეია. ეგეთაც. აკეთება და რა თქმა უნდა გამიგე. აჩა. შერაშვები რები დატესტე? მე პალო წარმატებით მომიწყდა და ვიფრინე და ახლა წარმატებით მომიწყდა. შერაშვები. მე ვცდილობ საკვეხი გავაკვეხო. ესე იგი, ეხლა ჩვენ ვიწყებთ პრაქტიკულს დაშვების სადგურიდან. დაწყნა. იცოცე. ეგრე დაჭიმულდა ცოცე. აჰა, მოვედი. თვითდაცვა ჩააგდე ეხლა. შენი საქმე რა მარტივია. ამას სადგურის ყველაფერი უწევს. ეს თვითდაცვა მოკლედ ცოტა გრძელი აღმოჩნდა და უნდა დავამოკლო. всё, ეხლა ვარ თვითდაცვაში, თოკი აკრეფილი გვაქვს. აქედან მოხსნა შეგვიძლია. დაცვაში რა ჩავა? ხო, ვიხსნები სადგურიდან. და ავდივარ უკვე საცოცად და საბამისად შენ მაზღვევ. ეხლა დავბრუნდეთ ისევ სადგურზე. პირველ რიგში ამას ვხსნით. всё, ეხლა ვაკეთებთ დაშვებას. უშვება შუაში. რა საკეთებ? პირველ რიგში აკეთებ მაგას. 2 ეს ეხლა ერთი ნაწილი ჩემთან. და მეორე თოკი. დაბლა არის და ეს ძალიან ცუდად ტრიფე ხო, ცუდად არის აკეთილი. მე მაგას კიდე თოკი. ჩავიდა. ეხლა დაეშვათ. ეხლა უნდა დავუშვათ. ამას არაფერი. აბა. მერა ახაროიანი. ეხლა გავუხარს. ესე იგი ჩვენ გვერდით ეგრე იყავი. ეხლა მე მინდა პრუსიკი. თი. ორი. სამი. ეხლა ლამაზად რო გამოვიდეს. ეს დაიჭირე. ვიცი, არა, ნახე, ეს უნდა იყოს გარეთ. ეხლა მოდი.
ეს დავა ეხლა ამ კარაბინში. ეს არის. ეხლა ეს არის ვიხსნით ვიდაცვას, ვაკეთებ. ნიშნობა ხო არ აქვს რომ მოხარეს? დავეშვი. დავასრულეთ დღევანდელი ვარჯიში, მივდივართ ახლა საჭმელად. იქ მეორე ბანაკიდან, ესე იგი მოვიდნენ ფრენბურთის სათამაშოდ და პატარა მატჩიც იქნება დღეს. და დაიწყო მატჩი. როგორ შეაფასებთ დღევანდელ თამაშს? იცი რა, შეუთამაშებლები ვიყავით და ცოტა ისე ნავარჯიშები, ახალი ნაწამები არაფერი გამოვიდა. მაგრამ ისე დავამონტაჟებ რომ მოვიგეთ. დღევანდელი დღე ნელ-ნელა უახლოვდება დასასრულს. ხვალ ესე იგი ადგომა გვაქვს კი არა და საუზმე გვაქვს დილის 6 საათზე. მივდივართ თიკანაძეზე ორიანი მარშრუტით და იქიდან ვატრავერსებთ თაყაიშვილზე. და გაგვითენდა კიდევ ერთი მშვენიერი დილა ჭაუხებში. ეხლა არის 6-ის ნახევარი. ზე ამოდის აი ესეთ ლამაზ ფერებში არის ყველაფერი და ჩვენ დღეს ვართ მურიგეები. ხო. ჩვენ უკვე დავიწყეთ წყალი მოვიტანე, შენ შეიძლება დაიგიდო. ადექით ხალხო. ჭაუხები ისეთ ფერში არის, აი მეორედ ეგეც ვერ დაინახავთ. დღეს ორმაგად მიხარია, იმიტომ რომ გუშინ ჩემი მეგობრები იყვნენ ამოსულები ჯუთაში. გააკეთეს ჩემი მანქანა, დაქოქეს, ჩაიყვანეს ნოში. ამიტომაც მშვიდად ვარ და აქედან როცა წავალ უკვე შევძლებ უსაფრთხოდ წავიდე სახლში ჩემი მანქანით. ამას ნაკლებ მეგობრები არ უნდა ყავდეთ. მაგრად ცივა, მაგრად ყინავს, თუმცა სულ რამდენიმე წუთში ამოვა მზე და ყველას გადაგწვავს. დღეს ძალიან მაგარი ამინდი არის. ნავარაუდები იგივე როგორც გუშინ, ხრუბლის ნასახი არ არის, რაც კაია, იქნება გაიხედები, იქნება სითბო. ერთი მინუსი აღბარჩი სიარულისას ცოტა ცხელა ხოლმე რა ამ დროს. ისე პატივცემულო გამომწერებო, ასე დილით ადრე ავდექი თქვენს გამო ამ ლამაზი კონტენტისთვის. ამიტომაც არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, კომენტარის დაწერა და ამ ვიდეოს გაზიარება თქვენს მეგობრებში. არ დაგავიწყდეთ, არ დაგეზაროთ. Subscribe, like, share, თქვენი თოკლეთ. ესე იგი ვჭამეთ, ავიბარგეთ და ნელ-ნელა ვიძვრებით თიკანაძეზე. ზეც ამოსულა, დათბა. მოკლედ წავედით. ამოვედით ახლა ავწიეთ სიმაღლე. პრინციპში იგივე მარშრუტი გამოვიარეთ, რაც პირველ დღეს თიკანაძეზე. უბრალოდ ახლა აი ამ ქედს უნდა გავუყვეთ და აი ესე გადავატრავერსოთ თაყაიშვილამდე. აუ ხედები რა ვიცი, ყველა 360 გრადუსით არის სილამაზე. ამინდი არის იდეალური და განწყობაც მშვენიერი. ცოტა კიდე ავწიეთ სიმაღლე, სახის გამაძრობელი აღმართი იყო, მაგრამ აი ხედები არის სასწაული. უბრალოდ გინდა გაჩერდე და უყურო ამ სილამაზეს. აი ეს ღრუბელი როგორ გადმოდის ჭაუხის ქედზე. ოლო ჩვენ მივდივართ ვანდ. კამერაში არ ვიცი რამდენად ჩანს, მაგრამ იქ ხალხი
ცოცავს ნელ-ნელა მიდის. ესე ავდივართ ახლა თოკებს ჩაბმულები. ესე ქედზე ძალიან მაგარი სილამაზე არის. უბედური ქარი არის და დრონის ფრენა არ ვიცი რამდენად გამოვა. აი ხალხი უკვე წინა მწვერვალზე არის. ესეთი ნაშალი ქვა არის ვულკანური, თან საკმაოდ ისეთი ბასრი და აუ სადავართ. ბიჭო სადავარ სადავართ მოძრაობთ ქედზე რო გითხრათ თქო არ მეშინია მოგატყუებ აუ სადავართ მოკლედ ეხლა ჩვენ დავიმატეთ კიდევ ერთი კვანძი აქ თუთიყუშები თუ დგავართ ამ უფსკრულზე და უნდა ავცოცდეთ იქ მოკლედ ხალხმა დაიჭირა ინტერნეტი და მურჩა. აი ყველა ტელეფონებში არის. მარტო მე ვარ ვიყურები, ხედებით ტყმები. ანახე მთელი კავკასიონის ქედი ხელის გულზეა. მოვედით კიდევ ცოტა, ჩამოვჯექით. ეგ წინ ჩვენი ბანაკი ჩანს. იქ ჩანს სნო, ყაზბეგის ყინვარწვერი. ძალიან მაგარი ხედია. просто სადავარს. აი ხლა ეგ ზემოთ უნდა ავცოცდეთ. ესეც მწვერვალი თიკანაძე. აც უკვე მეორედ ორიანი მარშრუტით. ხალხი ისვენებს. და აქედან ჩვენ უნდა როგორ ხარ ალექს? ძალიან მაგრად. გილოცავთ. თქვენც გილოცავთ. და აქედან ახლა ჩვენ უნდა გავატრავერსოთ იქით. Station თაყაიშვილი. გადავალთ ახლა ტრავერსით ესე. სადავართ. ეგ წინ კიდე დანარჩენი ჯგუფები. ესეც მწვერვალი თაყაიშვილი. ხედავთ რა მხელა საცოცია. აქ ახლა რიგია და ველოდებით. და ვისვენებთ. უბრალოდ ნახეთ სად ვიარეთ. და ბოლო აღმართი ალპინისტების სამყაროში გამოიყურება დაახლოებით ესე. მესი წავიდეთ წინ. რაც იმის
ცოტა რავი. სულ ცოტაც და თაღაიშვილის წვერვალზე ვიქნებით. და ეს წვერვალი თაღაიშვილი 3400 რაღაც მეტრი. იღებ. მოდი. ალექს. არა ბიჭო, კამერაზე მოვა. მაჭამე. ნა, წვერვალი თაღაიშვილი. ავედით, მშვიდობით. ეხლა ჭამდა უნდა ვაფრინო დრონი, თორე უკვე დროში ვიწურებით ძალიან. მივედით ახლა სადგურამდე ჩავებით. ახლა აქედან დავიწყებთ დაშვებას. იატეკი. აილოდინის შემდეგ და გაყიდვის შემდეგ წავიდა დაშვება. აი ესე ვართ ახლა შუა დაღმართში სადგურზე, ჩამულები და ქვემოთ კიდე თოკი და კიდე თოკი. მაგრამ ხედები არის სასწაული. მოკლედ დღეს დილის 7 საათიდან დავდივართ მთაში. ეხლა ვბრუნდებით ბანაკში. სახე კი გაგძვრა ყველას, მაგრამ ძალიან ბედნიერები, გახარებულები და ბევრი საინტერესო რაღაცები ვნახეთ. დავაგროვეთ გამოცდილება. მოკლედ ალექსი ისე დღეში არის, ლაპარაკის თავის აღარ აქვს და ხათრიზა ლაპარაკობს იმისა, რომ ვიდეოში გაისკნას, მაგრამ რა იყო იცი, ძალიან გაიყო რა, მაგრამ რა გითხრა, რა დაგაჯეროთ. წადით, იარეთ, ნახეთ, თქვენი თვალით. ივარჯიშეთ, იშრომეთ და მიაღწევთ სასურველ შედეგს. ისე არ გამოვა არაფერი. კიდევ ერთი დილა ჭაუხებში. გუშინ ძალიან მაგარი გასვლა იყო, თუმცა ძალიან ხანგრძლივი და საღამოსკენ მართლა სახეც გაგძვრა ყველას, მაგრამ აი ღირდა ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან მაგარ ადგილას ვიყავით, ძალიან მაგარი გამოცდილება მივიღეთ, ძალიან ბევრი რაღაცა მოხდა, ძალიან ბევრი სიტუაციის გათვალისწინება იყო, მოკლედ აი ძალიან ისეთი მაგარი თავგადასავალი იყო და ნამდვილად ღირდა. აი დილიდან ესეთი ამინდია. ჯუთაში მე მგონი ვიღაცამ გიგანტური ვეიპი მოწია. სოფო როგორ ახარ? მაგრად. მოკლედ დღეს შედარებით მსუბუქი დღე გვაქვს, ამიტომაც გადავწყვიტეთ ავსულიყავით წვერვალ შევარდნაძეზე. იაში აქედან თითქოს პატარა ბორცვივით ჩანს, მაგრამ რეალურად ძალიან მაღალი არის და თან მზიანი ამინდი არის და კარგად შევიბრაწებით. დაიწყო სახის გამაძრობელი აღმართი, ესე წერა დავდივართ შევარდნაძეზე. ერთი ფეხი მეორეზე უფრო მეტად გვეღლება, მაგრამ мотиваცია გვაქვს მაღალი, არა? ხშია, გწურია. აქ რა გვინდა? არაფერი აღარ მინდა ხარ. აქ რატო ვარ? მახსენდება რომ ფოტოს დეითი როგორ და აქედან გადადის ბილიკი, აი ესე, ჭაუხების უღელტეხილზე და გადადიხართ აბუდელაურის ტბებზე. ერთი ვიდეო მაქვს, ჯუთიდან გადავდივართ როშკაში, ამ გზის მეშვეობით და
ეხლა უბრალოდ დათოვლილი არის და ესე ალბათ ივლისის ბოლოდან ზემოთ ცოტა თოვლი დადნება და უფრო მარტივად შეძლებთ უღელტეხილზე გადასვლას, იმიტომ რომ საკმაოდ ციცაბო აღმართია. ესე იგი, ავიარეთ აღმართი. ვეგონა რომ უკვე მწვერვალზე ვართ, მაგრამ დადამ არ არის ცხოვრება მარტივი. ეხლა ცოტა ხანს გავჩერდები, დავტკბები ხედებით, ვაფრენ დრონს და გავაგზავნებ ჩემსვლას. მოკლედ ამოვედი აქაურობის უმაღლეს წერტილზე, ჩემს უკან უკვე თოვლია და სიმართლე გითხრათ იმ თოვლში სიარულის არანაირი სურვილი არ მაქვს, ძლივს გავაშვებ ეხსაცმელი გუშინდელის მერე. ძალიან საინტერესო სიმაღლეზე ვარ. 3333 მეტრი, არ ვიცი რამდენად ჩანს. 3333 მეტრი. 4-ვე სამიანი დავსვი. და ეხლა გავუყვები ამ ქედს. იქ რაღაც წინ შემოღობილი არის და ძალიან მაინტერესებს რა არის. იქ რაღაც შემოღობილი არის. არ ვიცი რა არის აქ და რის დანიშნულება ქონდა, თუ იცით, დაწერეთ კომენტარებში. ან რჩებოდა აქ ვინმე ღამით ან მართლა არ ვიცი. იარეთ, ილაშქრეთ, იმთამსვლერეთ, მოკლედ სახში ჯდომას და TikTok-ის სკროლას ნამდვილად ჯობია სადღაც მთაში იაროთ და სულ რო არაფერი ჯანმრთელები იქნებით. მოვინახულეთ აქაურობა, ხანანალა დავიძრებით ბანაკისკენ. იქ ხალხი ცოტა წინ არის გამოქცეული, მაგრამ იმედია დაგველოდებიან და წავალთ უკვე ქვემოთ, რომ ძალიან დიდი წრე არ დავარტყათ და მოვასწროთ საჭმელზე მისვლას. და ასასვლელზე უარესი ჩამოსასვლელია. ძალიან დაღმართია და მიგორავთ ესე ნელ-ნელა ქვემოთ. ჩამოვედით ეხლა მშვიდობით ბილიგზე და მივდივართ ბანაკისკენ. მოკლედ მონაწილეების ნაწილი გვტოვებენ დღეს. ხაბა კეთილი მგზავრობა. წავიდა ხა გულაობა. მეგრები ჯავახი. ამასობაში ამინდი ფუჭდება. იმედია ცოტას მაინც დაგვიდობს და იმედია ბოლო ჯერაც დაგვიდობს და აბა გილოცავთ. ესეთი და სხვა მრავალი. და გაგვითენდა ესეთი წვიმიანი დილა ჭაუხებში, იქ ზემოთ მთაში მოთოვა, საკმაოდ ცივა. პრინციპში ამინდმა მაგრად გვიჯიგრა, იმიტომ რომ თითქმის მთელი კვირა რაც აქ ვიყავით, მზიანი ამინდები იყო, მოვასწარით მწვერვალების მოვლა, გავით დროის ტარება და დღეს სავარაუდოდ ბანაკიდან დიდად არსად გამსვლელები არ ვიქნებით. ხოლო ხვალ უკვე ავიბარგებით და დავიძრებით თბილისისკენ. აჰა, დღესაც ტრადიციულად ფრენბურთის შეჯიბრი. ესე იგი ალპინისტური ბანაკის ბოლოსკენ არის ესეთი ტრადიცია, ვაკეთებთ ხინგალს. დავიდა ჯერ. ყველა იგებს მონაწილეობას სოლიდურად ყველა. გასიზა ბაბა. საუკეთესო ხინგალი იქნება დღეს, საუკეთესო ხალხისთვის. შენ ცოტა სერიოზული ვარ.
წელს მართლა პირველად უნდა მოვახვიო ხინკალი, ვნახოთ აბა რა გამომივა. ყველა რიცხვი როზილავს. რა დღეს მენიუში გვაქვს ხინკალი, ჩაუხურათ ყბილი. ცოტა ხანში ხორციც წამოვა. მოკლედ, ჩემო გამომწერებო, წელს უნდა პირველად მოვახვიო ხინკალი და ვნახოთ რა გამოვა. მაგაში რა მოხდება? სოუკეროდას მივაწყე, სისხლს გაუსურე ყარადა, ჩემს მეგობარ ხეს მივაღწევ თოთს ვითარებ ყარადა, ჩემს მეგობარ ხეს მივაღწევ თოთს ვითარებ ყარადა, დამშეხონ ხმალი, მიწას შევდებოდეს. Čerule se švakda, razita ga hrvi, sishlama belčerka da vam ševi tetrek. Sam Magdenis არ უნდა. მედია რაღაცას დაემსგავსება. მოგიხოლიო შენი ეშკი შენი შმაკი ხალავე. ერემანახო ახარო მეტაროდებოდე. გადამყრანდა გადამშეხონ ხმალი მიწასრულდებოდე. გადამყრანდა გადამშეხონ ხმალი მიწასრულდებოდე. ეს ჩემი პირველი ხინკალი არ დამცინოთ. და ხინკალს ხო გავს. ელაქორთან გამოდიეთ ხელია. Ხვედა ყველა მერტონეთ შევახვედო. პირველი პარტია ხინკლის. ეს არის ყველის. ბალღებო, ხინკალი მოდი. აშკარად ხინკლის ჭამა უფრო მომწონს, უფრო გამომდის, ვიდრე ხინკლის მომზადება. მალე ხორცისაც წამოვა. ეხლა გადავიღებთ, იქნება ამოღების პროცესი. შეფ მაღიანი. ხვილიანი ვინ გააკეთა და რატო გააკეთეთ აი? ისა აქო კულინარებს ვაცალეთო რა? ეს ჩვენი მომავალი თაობა. მომავალი ალპინისტები. აბა რა. ახალი თაობა. მომავალი თაობა. ესე იგი, კაი ხინკლაობის მერე მივდივართ ჭურსლის გასარეცხად. ასე ამდენი ალპინისტი და არც ერთს არ აგვაქვს თავფანარი. იმენა ფეილია. ჯოი სადარი. არც ერთს რო არ გვაქვს თავფანარი. ძალიან მაგარი საღამო იყო და ამ ყველას დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის და აბა ტკბილი ძილი. და ესე ჩვენი ალპინისტური ბანაკის ბოლო დღე, ეხლა ჩვენ ვიბარგებით და ცოტა ხანში უნდა დავიძრათ თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ძალიან დავიღალეთ, მივიღეთ ძალიან მაგარი ემოციები, ვფიქრობ, რომ აქაური მოგონებები კიდე ძალიან დიდხანს გამოყვება და მოკლედ ძალიან მაგარი იყო. როგორც იქ ნავიბარგე, ეხლა ჩავდივარ უკვე ჯგუფთან
მემშვიდობებით იმათ, ვინც აქ რჩება და ჩავდივართ ჯუთაში. კარგია ჯაუხები! ჩამოვედით ახლა ჯუთაში. ის ისტორიული მეწყერი დროებით გამოასწორეს და მანქანებით გადაადგილება შეზღუდულად, მაგრამ შეიძლება. თამით დასრულდა ჩვენი ერთკვირიანი ალპინისტური ბანაკი, რომელიც იყო თავს-თელთა გაერთიანებული ფედერაციის მიერ მოწყობილი. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენი ჯგუფისთვის დღეს კიდევ მეორე ჯგუფი ადის. მოვიარეთ ჭაუხების ისეთი მწვერვალები, როგორცაა თიკანაძე, რჩეულიშვილი, თაყაიშვილი. შემდეგ ავედით თიკანაძეზე ორიანი მარშრუტით და გადავატრავერსეთ თაყაიშვილზე. ერთი ჯგუფი იყო ჯავახიშვილზე ასული და ჩვენ ვიყავით იმ დღეს შევარდნაძეზე ასულები. რავი, მართლა ძალიან მაგარი და საინტერესო გასვლა იყო, ძალიან ბევრი სიახლე იყო, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და კაი ხალხი გავიცანი, მოკლედ თანხმობა ნამდვილად საინტერესო აღმოჩენა არის ჩემთვის და ყველას გირჩევთ მოხვიდეთ სადოთ, მით უმეტეს ამის საშუალებას გაძლევთ თანხმობთა გაერთიანებული ფედერაცია. შეგახსენებთ, ვიდეოს სპონსორი არის სალაშქრო მაღაზია, სალაშქრო კუთხე და მაღაზია ვალჰალა. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, დაალაიქეთ, გააზიარეთ მეგობრებში, გიყვარდეთ საქართველო, ილაშქრეთ და მომავალ შეხვედრამდე. გაგამოდი დროზე ვინახარში. ეს არის ალექსი, ეს არის ჭელო, ეს ვარ მე. აი ეს არის ვახი. ვიღაცა 7 კაცი ვარ, სადღაც მწვერვალზე. ვიმედოვნებთ, ვიდეოში მოხვდებით. ვიმედოვნებთ. მეც ვიმედოვნებ. აუ გეზი. გამოვა ჩვენგან რამე? მე მჯერა შენ იგო. მოაწყეს გამოჩდება, მომავალს.